გელოდებით კითხები თებერვალია ქალთა სალომე სამწუხაროდ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კითხვა არ შემოსულა, ამიტომ მე უნდა გკითხოთ რა თარიღია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რას ნიშნავს პირადად თქვენთვის? ეს თარიღი არის ერთ-ერთი ჩვენი ახლო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ტრაგიკული, ამავე ყველაზე ტრაგიკული შეიძლება არა, იმიტომ ძალიან ბევრი ტრაგიკული ფურცლები გადავშალეთ სამწუხაროდ, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან სიმბოლური იმ კუთხით, რომ ეს არის ის დღე, როცა რუსეთი თავის თავს ამჟღავნებს, შემოდის თავისი წითელი ჯარით თბილისში, ეს არ არის საბჭოთა ჯარი, ჯერ საბჭოთა კავშირი არ არის შექმნილი, ეს არის პირდაპირ რუსეთის გამოვლენა და რუსული იმპერიალიზმის გაგრძელება რევოლუციის მიუხედავად, ბოლშევიზმის მიუხედავად, მაინც რუსეთი არის და უცვლელი არის თავის ამბიციებში და თავის მეზობლების მიმართ ქმედებებში. და საქართველოსთვის ეს არის იმ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების, ანუ რესპუბლიკის, პირველი რესპუბლიკის სამწლიანი მოკლე სიცოცხლის დასრულება, დამოუკიდებლობის დასრულება, სანამ ხელახლა აღდგება ეს დამოუკიდებლობა და 70 წლის სიბნელე, რომელიც ჩამოეშვა საქართველოზე. ამიტომ ეს არის ის თარიღი და ეს არის ის, რაც უფრო მაწუხებს, რომ სწორედ თქვენთან კითხვა არ მოსულა ამ საკითხზე. ან კომენტარი, ახლა მხოლოდ კითხვები არ ვღებულობთ ჩვენ ასევე კომენტარებს. ეს არის ის დღე, როცა მე მგონი, რომ ყოველივე სკოლაში საქართველოში უნდა იყოს ერთი წუთი დუნილის. რაც არ მგონია, რომ მიღებული იყოს როგორც ჩვენთან. ეს არის ის დღე, როცა უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი, თუ რას ნიშნავს, რა მოყვა ამას, რა ბრძოლები იყო, ვინ როგორი თავდადება გამოიჩინა იმ დღეებში, შევისწავლოთ ის ეროვნული გმირები, რომელიც ჩვენთვის და ჩვენ თავისუფლებისთვის თავიდადეს და გამოიჩინეს ეს არაჩვეულებრივი რეალურად სითამამე. ეს ამ ყველაფრის დავიწყება არ შეიძლება და რომ არ დავივიწყოთ, ეს თარიღი უნდა იყოს ცოცხალი. არა მხოლოდ იმისთვის, რომ ფორმალურად ვიღაცა მაიტანოს გვირგვინი და იყოს შეჯიბრი ვისი, რომელი გვირგვინი არის უფრო პატარა თუ უფრო დიდი და რა რიგითობით არის იქ აწყობილი კოჯრის მთაზე. მთავარი ის არის, რომ ეს თარიღი იყოს ცოცხალი. ტელევიზიებში უნდა იყოს ცოცხალი. სხვათა შორის სოციალურ ქსელში ბევრად უფრო ცოცხალი არის ეს თარიღი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ სხვადასხვა პოსტები, სწორედ რომელიც იხსენებს იმ პერიოდს, ვინ რა დაწერა იმ პერიოდის შესახებ, რა იყო ის გზავნილები, თუნდაც მაშინდელი პატრიარქის და ეს არის ის ყველაფერი, რაც არის ჩვენი ისტორია. ჩვენ ამაზე ვდგავართ. ჩვენ მაშინ ვერ შევძელით, რომ დამოუკიდებლობა დაგვეცვა, იმიტომ რომ ის პირობები არ იყო შექმნილი. ჩვენ ვენდეთ მაშინ რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთთან პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ტრაქტატს მოაწერა ხელი, რითაც რუსეთი პირდებოდა საქართველოს, რომ მე დავიცავ თქვენ სუვერენიტეტს, ვაღიარებ თქვენ სუვერენიტეტს და ვიქნები ერთგული ამ ტრაქტატის და რეალურად 5 თვე არ გასულა იმის მერე, რაც ხელი მოაწერეს და 5 თვის შემდეგ შემოიჭრა წითელი არმია საქართველოში და დაიპყრო ჯერ თბილისი და შემდგომ მთლიანად საქართველო. ეს არის რუსეთის გაგება ნეიტრალიტეტის, იმიტომ იმ ტრაქტატში ეწერა საქართველოს ნეიტრალიტეტი. პირველი მთავრობა იყო სოციალ-დემოკრატებისგან, რომელსაც ჯეროდათ იმ რაღაცა იდეალების მშვიდობის, ნეიტრალიტეტის, რომ შენ თუ არავის თავს არ დაესხმები, ისიც თავს არ დაგესხმება და ასე შემდეგ. ჩვენ მივიღეთ ეს გაკვეთილი, ძალიან ტრაგიკული გაკვეთილი და მე მგონი, რომ პირველი პასუხისგებლობა და მოვალეობა ყველა ამ ქვეყნის პოლიტიკოსების და საზოგადოების ასევე არის ის, რომ ის რაც მივიღეთ
წარსულში როგორც გაკვეთილი, ის არ დაგვავიწყდეს, იმაზე ავაშენოთ და არა გავიმეოროთ ის ძალიან ტრაგიკული შეცდომები, რაც დაუშვით წარსულში და ერთ-ერთი იყო ის, რომ ჩვენ დავიჯერეთ, რომ ნეიტრალიტეტი შეიძლებოდა რუსეთთან, რომ რუსეთი ამას შეასრულებდა, რომ იქნებოდა ერთგული ამ ხელმოწერის და ასე შემდეგ. და დღეს უნდა ვიცოდეთ, დღეს მაინც თუ მაშინ შეგვეშალა, დღეს მაინც ვიცოდეთ, ვინ არის მტერი და ვისგან არ შეიძლება რომ ჩვენ მივიღოთ მხოლოდ ასეთი цаრიელი დაპირებები. ასე რომ რაღაცების რწმენა ისე ჰაერში არ შეიძლება. ჩვენი ისტორია არის სწორედ მთავარი დამცველი ჩვენი მომავლისა. თუ კარგად შევისწავლით, თუ კარგად გავიგებთ და ამიტომ ვამბობ, რომ სკოლებში დღეს ეს უნდა ისწავლებოდეს და თუ რაღაც რეფორმაზე ვსაუბრობთ, ამ რეფორმაში უნდა შედიოდეს ის, რომ ჩვენი ისტორიის სწორი გაგება და არა რაღაცების დაზეპირება არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ ავაშენოთ ნამდვილად თავისუფალი სახელმწიფო მომავლისთვის. TikTok მაყურებლები გვესალმებიან. გამარჯობათ თქვენს გესალმებით და გავაგრძელოთ მერე თქვენი შეკითხვებით. ჯერ დავასრულოთ ის შემოსული შეკითხვების რიგი. ნათია მაისურაძე, რა შეიძლება გითხრათ დღეს უკვე ბრიუსელში ყოფნის შემდეგ, რა არის დამაიმედებელი დასავლელი პარტნიორების მხრიდან? დასაიმედებელი არის ერთი მათი ერთგულება უკრაინის მიმართ. ჩვენ დავინახეთ კადრები, როგორ ჩავიდნენ კიდევ ერთხელ ევროპული საბჭოს მეთაურები და ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ კიევში მეოთხე წლის თავზე და სხვათა შორის ჩასული იყო ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი და იმან ძალიან კარგი სიტყვები თქვა იქა, რომ მეოთხჯერ ვარ აქ ნამყოფი და არ მინდა მეხუთეჯერ ჩამოვიდეო და ეს არის ალბათ ყველა სულისკვეთება, რომ ეს უნდა დასრულდეს იმ ფორმით, რასაც ქვია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვით და არა დათმობით რუსეთისთვის. ისი დათმობა არ შეიძლება, როცა ეს არის შედეგი აგრესიის და დაპყრობის. ანუ იგივე ისტორია გრძელდება უკრაინა თუ საქართველო სულ თებერვალში ხდება რატომღაც, იმიტომ რომ რუსეთს აქვს ეს რაღაცა მისტიური ისა, რომ ზამთარი მის მხარეს არის. ეს მე მგონი ნაპოლეონის შემდეგ გაუჩნდა ეს აზრი. მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოადგა არც ერთი ზამთარი, არც მეორე ზამთარი, არც ოთხი ზამთარი რეალურად უძლებს უკრაინა, უძლებს ზელენსკი და უძლებს, რაც ძალიან დასაფასებელი არის ევროპის სოლიდარობა, რაც ამდენი წლის მანძილზე, რომ საზოგადოება ევროპაში და ლიდერები არიან ერთნი იმაში, რომ გააგრძელონ ეს მხარდაჭერა უკრაინის, მისი მომარაგება. უკვე დღეს ვიცით, რომ ევროპა ყიდულობს ამერიკისგან იარაღს და გადასცემს, ანუ ეს არის ევროპელი მოქალაქეების ხარჯზე და ეს ძალიან მე მგონი შესანიშნავი არის და დასაფასებელი. მეორე მე ვიტყოდი, რაც პოზიტიური ნიშანი არის ძალიან, რომელიც ჩვენ არ გვეხება უშუალოდ, მაგრამ გვეხება ძალიან სხვა კატეგორიაში, ვიტყოდი, ეს არის კაია კალასის განცხადება, რომელიც ძალიან მორიდებულად უნდა ვთქვა, იმეორებს, რასაც ვამბობ დიდი ხანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იქიდან მოდის ეს გზავნილი, რომ არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი არ დამთავრდეს იმითი, არა მხოლოდ უკრაინის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებით, არამედ ყველა იმ ტერიტორიების, რომელიც ოკუპირებული არის რუსეთის მიერ. და ეს აზრი, რომ მშვიდობა არ იქნება ევროპის კონტინენტზე, მშვიდობა არ იქნება რუსეთის მეზობლებისთვის, სანამ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ საზღვრებს. სხვისი საზღვრები კიდე სხვა რამე არის, მაგრამ საკუთარ საზღვრებს, რის იქით რუსეთი აღარაა. სხვა არის და იმ სხვას უნდა
პატივისცე იმ სხვასთან უნდა იცხოვრო მეზობლურად და არა როგორც მისი დამპყრობელი. ეს არის ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზედაც შეიძლება აშენდეს ხვალინდელი ნამდვილი მშვიდობა ევროპაში და ვინც იძახის მშვიდობა, ამაზე უნდა მუშაობდეს და არა რაღაცა ყალბი მხოლოდ რეტორიკული გზავნილები, რომ მშვიდობა გვინდა, ასე უნდოდა საბჭოთა კავშირს 70 წლის მანძილზე და მუდმივად შეიძლებოდა ხან ჩეხეთში, ხან პოლონეთში, ხან აღმოსავლეთ გერმანიაში, ხან სად. ეს არ არის მშვიდობა, ეს არის დამპყრობელის მშვიდობა, რომელიც თავის ყაიდაზე გადაყავს ის ქვეყანა თუ ეს ქვეყანა და მას არ უფრთხილდება. ნამდვილი მშვიდობა მოითხოვს ურთიერთპატივისცემას მეზობელთა შორის და ეს არის რაც არის მისაღწევი. და ჩვენთვის ასეთი მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მიღწეული იყოს რეგიონში, სადაც ვხედავთ, რომ ნაწილობრივ მაინც აზერბაიჯანის და სომხეთის შორის არის გადადგმული ეს ნაბიჯები, რომელშიც ამერიკამ მიიღო დიდი ნაწილი ამ მის მიღწევაში. ასევე ევროპელები არიან ძალიან დაინტერესებული, როგორც ჩანს ბოლო დროს, ამერიკაც და ევროპაც დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს სომხეთს ამ დღეებში და ესეც არის ნიშანდობლივი და ჩვენთვის მშვიდობა იქნება, როცა მთლიანად რეგიონში ჩვენ ვიქნებით ამ ახალი ფორმატის, ამ ახალი მშვიდობის ნაწილი, არა მიტოვებული და მივიწყებული, არამედ აქტიური ამ პროცესში, როგორც ვიყავით მუდმივ და როგორც უნდა ვიყოთ კავკასიაზე ლაპარაკი საქართველოს გარეშე, ეს არ უნდა იყოს და ეს არ უნდა დაუთმოთ. თომა კაკაურიძე, ქართული პროპაგანდისტული მედიის დასანქცირება არის თუ არა სიგნალი იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკვე არ იქნება არა მხოლოდ როგორც მედიის პრობლემა, არამედ როგორც უსაფრთხოების გამოწვევა. ნამდვილად ასე არის, რომ დღეს დაიწყო და ესეც არის ერთ-ერთი ახლა წინა კითხვასაც მივაბავ, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს დგას ჩვენ ევროპელ პარტნიორების პრიორიტეტად, რასაც ქვია ბრძოლა დეზინფორმაციასთან, რადგანაც მათ ბევრ ქვეყანას ელოდება ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში უკვე ყველა მიხვდა, შეიძლება ჩვენს შემთხვევაში დროულად ვერ მიხვდნენ, ვერ დაინახეს მთელი მასშტაბი, მაგრამ ეხლა უკვე ხვდებიან იმას, რომ ძალიან ბევრი манипуლირება შეიძლება ამ არჩევნები დღევანდელ დღეს და პირველ რიგში უნდა იყო მომზადებული და პრევენციული ზომები უნდა მიიღო იმისთვის, რომ ეს პროპაგანდა ისე არ გავრცელდეს, როგორც გავრცელდა ბევრ ქვეყანაში და რომელიც მოდის პირდაპირ მოსკოვიდან, მთავარი გზავნილები მოსკოვში იწერება და სხვათა შორის იქ ის სამსახურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, არიან საკმარისად გაწვნილი, დიდი ხნის მომზადებული, საბჭოთა კავშირიდან მოდის უწყვეტლივ და იციან, როგორ უნდა მოახდინონ გავლენა სხვადასხვა ქვეყნებზე, სხვადასხვა ფორმით. ეს ყველაფერი მერე მოდის ტექნოლოგიების გამოყენება, ალგორითმების, სოციალურ ქსელებში, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და უკვე ევროკავშირში, ევროპელ ქვეყნებში ეს შეგნება, რომ ეს არის მთავარი საფრთხე, არის ძალიან გავრცელებული და მზად არიან უკვე, რომ ამ საფრთხეს რაღაცნაირად უპასუხონ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასანქცირება ალბათ არის ერთ-ერთი პასუხი, ან საწყისი იმ პასუხებიდან, რაც წამოვა ევროპიდან. იმიტომ რომ საინტერესო ფაქტი ის არის, რომ დიდად მე არ გამიგია, ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაცები არ ვიცი, მაგრამ მე არ გამიგია, რომ დიდად ყოფილიყო პრიორიტეტად ეს ტელევიზიების დასანქცირების თემა მიწოდებული თუნდაც დიდი ბრიტანეთში. მე რაც მესმოდა, უფრო ეხებოდა პიროვნებებს ვიდრე ამ ორ ორგანიზაციას. ეს ნიშნავს, რომ თვითონ დიდ ბრიტანეთში, როცა ამ საკითხზე მუშაობდნენ და დაიწყეს
გარკვევა ამ საკითხის, თვითონ მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ ეფექტური ეს არის უფრო ალბათ ვიდრე ვიღაცის დასანქცირება, მით უმეტეს ვიღაცის, რომელიც მერე გაიქცევა და სადღაც წავა. ასე რომ ეს როგორც ჩანს შეგნებული პოლიტიკა არის და არ შეიძლება რომ ამ შეგნებულ პოლიტიკას არ ქონდეს ძალიან ბევრი შედეგი. აი ლუიზა დემეტრადის კითხვა ფაქტობრივად გაგრძელება წინა კითხვის და თქვენ პასუხსაც მოიცავს. უნდა ველოდოთ თუ არა ამ ტელევიზიების დასანქცირების შემდეგ ქართული ოცნების მმართველი გუნდის მიმართ კიდევ დამატებით სანქციები. არ ვიცი, ეხლა ეს ნამდვილად დიდი ბრიტანეთი მუშაობს ამ თემებზე, როგორც იმუშავა იმ მოწამვლის თემაზე და ამაზეც აგრძელებენ დღესაც, როგორც ვიცით, რომ ბოლომდე არ აქვთ ეს გადაწყვეტილი თუ როგორ უნდა მიუდგენ ამ საკითხს და ამიტომ ვერავინ ვერ იტყვის ამას რა მოყვება, ეს არის გაფრთხილება, ასევე ის ტანკერის, ერთ-ერთი ტანკერის დასანქცირება, რომელიც არ არის ყულების სპორტის დასანქცირება, მაგრამ ასევე ვიცით, რომ მომსახურება დასანქცირებული ტანკერების შეიძლება ამან გამოიწვიოს დასანქცირება პორტის. ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხეები. შინაგნად მე ისიც მინდა ვთქვა, რომ თან მიხარია და თან არ მიხარია. მიხარია ის, რომ ამან შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს ნამდვილი ცვლილება და მიგვიყვანოს იქამდე, სადაც უნდა მივიდეთ, ესე იგი ახალი არჩევნები, ახალი საპარლამენტო არჩევნები და გამოვიდეთ ამ რეჟიმიდან. მეორეს მხრივ, თუ ქვეყანას უყურებ, არ ვიცი ამოვნებს, რომ ქვეყანა იყოს იმ კატეგორიაში, რომელიც სანქცირდება, რომელიც ამერიკისთვის შედის იმ 75 ქვეყნის სიაში, რომელსაც არ ეძლევა ვიზები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ამის ფასს ძალიან ძვირად გადავიხდით მომავალში და ესეც იქნება და ეს ყველამ უნდა იცოდეს და დარჩება ისტორიულად როგორც პასუხისგებლობა ამ რეჟიმის და იმ ადამიანების, რომლებიც დღეს არიან სათავეში. იმიტომ ამათმა მიიყვანეს ქვეყანა იმ დონეზე და ისეთი ქმედებების მიმართ პასუხისგებლები არიან, რომელმაც გამოიწვია ეს ყველაფერი. და არა, არ ვიცი, ისინი, ვინც მუშაობდნენ სანქციებზე და სანქციების საკითხზე სხვადასხვა პარტნიორებთან. პასუხისგებლობა არის აქა იმათთან, ვინც ჩადიან იმ ყველაფერს, რასაც ჩადიან, ვინც გადაიყვანა ეს ქვეყანა თავისი დემოკრატიული გზიდან, თავისი ევროპული გზიდან და ჩვენ ჩამოგვაყალიბა როგორც კვაზი რუსული საბჭოთა მოდელი. გელა ნაბახტეველი, ეგრეთ წოდებული დებატების დაწყების წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ რეაქციაზე ფრიალებდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 86%. თუ ხელისუფლებამ იცის ეს, ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ ებრძვის ევროპას და რატომ ებრძვის საკუთარ ხალხს? ამ კითხვაზე თვითონ უნდა გასცენ პასუხი, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ეს 86 თუ 80, ყოველ შემთხვევაში 80-ზე ზემოთ პროცენტი არის უცვლელი და რეალური პროცენტი იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანაში და შეიძლება მეტიც იყოს, თვლიან, რომ ერთადერთი მომავალი ამ ქვეყნისთვის არის წავიდეს იმ გზაზე, რასაც ქვია დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის რაღაცა რუსეთის კოლონია ხელახლა მონობაში ყოფნა და არავის არ უნდა ესა. მე ამაში ვარ დარწმუნებული. შეიძლება იყვნენ მხარდამჭერები ოცნების სხვადასხვა მიზეზების გამო, შეიძლება რაღაცა შეეთანხმებოდნენ, მაგრამ ის, რომ ამ საკითხზე არსებობს სრული ერთსულოვნება ამ ქვეყანაში, გარდა შეიძლება იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ დღეს ამ გადაწყვეტილებებს ვიღაცის თუ რაღაცის კარნახით. მაგრამ ხალხში, საზოგადოებაში ეს განწყობა არის უცვლელი და იყო უცვლელი ამდენი 30 წელზე მეტი და იყო უცვლელი მანამდეც. და ფარულად ვიტყოდი ასევე საბჭოთა პერიოდში. და ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ შიგა და შიგ
ქართული ოცნების ხელმძღვანელები თვითონ გრძნობენ თავს იძულებული რომ თქვან რომ ჩვენ მაინც მივდივართ ევროპისკენ, ჩვენ არ ჩამოვშორდებით ევროპას, ჩვენ ვართ როგორც ზოგიერთი ევროპის ქვეყნები და ჩვენ ვიცავთ მხოლოდ სუვერენობას, მაგრამ ასევე არ ვცვლით ჩვენ გეზს და ნახავთ რომ ბოლოს მივალთ ევროკავშირში თუ ევროპაში, არ ვიცი როგორ ამბობენ, მაგრამ ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ იციან თავიანთივე გამოკვლევებით და ალბათ ბევრად მეტი აქვთ ვიდრე ის, რაც გამოქვეყნდა, იციან, რომ ამ ხალხის გარუსება არ იქნება. იციან, რომ ამ ხალხის შერიგება იმასთან, რომ საქართველო აღარ იქნება დამოუკიდებელი და იქნება რუსეთის ხელში, არ იქნება. ამიტომ ლავირებენ. ერთის მხრივ რუსულ მოდელს ქმნიან რუსეთის კანონით, ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ ეს კანონები, არაერთი კანონი, არამედ ყველა კანონი გადმოწერილი არის რუსული მოდელიდან, მაგრამ მაინც ჭირდებათ ამ ხალხის რაღაცნაირად პასიური მხარდაჭერა ამ საკითხში. შორემე პაპაშვილი გვეკითხება, ეს ფორმატი გულისხმობს Facebook-ის ლაივების ჩვენს ფორმატს, პრეზიდენტობის დროს რომ მოგეფიქრებინათ, ბევრად კარგი იქნებოდა, ბევრად წინ იქნებოდით ახლა. არ გივარგათ მრჩევლები, დროს უკან ვეღარ დააბრუნებთ. უკან ჩანჩალი კი წარგებიანია პოლიტიკოსისათვის. უკან დაბრუნებას არ ვაპირებ, თუმცა ცოტა გაახალგაზრდება, კარი ცუდი არ იქნებოდა. და ადრე რო ყოფილიყო პრეზიდენტობის იმ პერიოდში, რატომაც არა, მართალი რო ვთქვა, არ გვიფიქრია, იმიტომ ძალიან ბევრი სხვა საშუალება არსებობდა ტელევიზიებში, ჩვეულებრივი ინტერვიუები და არაჩვეულებრივი ინტერვიუები და ყველა საკითხის კომენტირება, ასე რომ ამისი საჭიროება შეიძლება ნაკლებად ვიგრძენით მაშინ, მაგრამ ეს უშუალო კონტაქტი ხალხთან მართალი ბრძანდებით, რომ საჭირო შეიძლება იქნებოდა მანამდეც, თუმცა მე ხალხში მქონდა ზოგჯერ და ხშირად ქუჩაში შეხვედრები და იქაც მქონდა საშუალება ამ ურთიერთობის, მაგრამ ვეთანხმები ამ შეფასებას. აქვე გავაგრძელებ TikTok-ის შეკითხვით. გვეკითხებიან, რომ TikTok-ის პლატფორმაზე რატომ ხართო? დარეგისტრირებული. და რატომ არ უნდა ვიყო? მე მგონი, რომ დღეს ყველა სოციალური პლატფორმა არის საჭირო იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევიგვარჩუნოთ სწორედ ეს კონტაქტი, ინფორმაცია იმ დროს, როცა ოპოზიციური, ასე დავარქვათ, მედიებში უფრო და უფრო მეტი შეზღუდვები აქვთ მათ და უფრო ძნელი არის მათთვის არსებობა და გაგრძელება თავიანთი საქმიანობის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სრულიად შაკეტილი არის დანარჩენი მედია, ანუ სახელისუფლო მედიასთან არანაირი საშუალება არ გამაჩნია, რაც არ უნდა შეუთვალოთ, გავაფრთხილოთ, ვთხოვოთ, არ მიშვებენ ახლოს და ეს ეხება ასევე საზმაოს, რომელიც ამითი არღვევს თავისი ყველა პრინციპებს, რომ უნდა იყოს საზოგადოებისთვის მთლიანად ღია და ხელმისაწვდომი. ასე რომ ჩემთვის ეს დღეს გახდა ეგზისტენციალური, რომ ვიარსებო ყველა სოციალურ პლატფორმაზე. ლაშა ჩაკვეტაძე გვეკითხება, აზიაში მდებარე საქართველო როგორ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც ნატოსთან ერთად გაუქმდება როგორც ერთ-ერთი დრომოჭმული ორგანიზაცია? ჯერითი არ არის სწორი, რომ ჩვენ აზიაში ვართ, ჩვენ გეოგრაფიაც უნდა ვიცოდეთ და ძალიან ეს ერთი საკითხი არის, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ყოველთვის ვამტკიცებდით, მე ვამბობ წინა საუკუნეებში, რომ ჩვენ ვიყავით გეოგრაფიულად ევროპა. და სხვათა შორის მე მაშინ ვიყავი ვენაში, სადაც ვიყავი საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, როცა მიმდინარეობდა განიარაღების მოლაპარაკებები და სადაც ერთ-ერთი საკითხი იყო,
ეს იყო საბჭოთა კავშირი მაშინ და დასავლეთის შორის მოლაპარაკებები და სადაც ლაპარაკი იყო იმაზე თუ სად გადის საზღვარი სწორედ ევროპის და არა ევროპის და სადაც დაწესდებოდა სწორედ საბჭოთა კავშირზე რეგულაციები თუ რამდენი სუფლება ექნებოდა და მე მივახციე იმას, რომ საქართველო და კავკასია შესულიყო სწორედ ევროპაში და ამდენად გავრცელებული იყო ამ რეგიონზე ის შეზღუდვები, რომელიც ვრცელდებოდა აღმოსავლეთ ნაწილზე ევროპის. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის და ეს საკითხი იქნა მართალი ხართ იმაში, რომ დიდხანს ევროპაში ვინც იყო მეტნაკლებად წინააღმდეგი, მაგრამ არ აღიარებდა წინააღმდეგობას, რომ ეს გაფართოება გაფართოებული იყო თუნდაც საქართველოზე და კავკასიაზე, მოყავდათ არგუმენტად ის, რომ ეს არ არის ევროპა. გეოგრაფიული ეგრეთ წოდებული არგუმენტი, რომელსაც საფრანგეთი ხმარობდა გერმანია, ანუ ის ქვეყნები, რომელიც ცნობილი არიან, რომ იყვნენ მეტნაკლებად წინააღმდეგი, ან გულგრილი ამ დიდ გაფართოების მიმართ. მაგრამ ყველაფერი ეს შეიცვალა და შეიცვალა ოფიციალურად 2020 წელს, როცა ევროკავშირმა მიიღო საქართველო მისცა უფრო სწორედ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. იმ დღეს და იმ ადგილას დაიხურა გეოგრაფიული არგუმენტი. იმის მერე შეიძლება იყოს სხვა არგუმენტები, დემოკრატიული ნიშნების და კრიტერიუმების შესრულება თუ არ შესრულება და ძალიან ბევრი ამაზე შეიძლება იყოს დისკუსიები, მაგრამ გეოგრაფიული არგუმენტი დაიხურა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს ჩვენთვის ყოველთვის დახურული იყო, ჩვენ ვართ ნაწილი მთელი ევროპული მითების დაწყებული ამ ირანის, პრომეთე და მედეა და ეს ყველაფერი არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ვართ გეოგრაფიულად და რეგიონულად ევროპა და ევროპის საწყისებთან არსებული და ამდენად ჩვენთვის ყოველთვის იყო ეს მიუღებელი არგუმენტი. მეორე ნაწილი კითხვის რა იყო დამავიწყდა ამ რომ გაუქმდება, მალე გაუქმდება არაფერი არ უქმდება, ყველამ ვიცით, რომ პირიქით ახალი სიცოცხლე მოიპოვეს ამ ევროკავშირმა და ნატომ პირველ რიგში, იმითი რომ ეს ახალი საფრთხე, რაც ძალიან აშკარად გამოჩნდა რუსეთისგან, რომელიც დავიწყებული ჰქონდათ, ამ ვერ აღიარებდნენ, როგორი საფრთხეც იყო, უკრაინის მერე უკვე ყველა ცნობს ამ საფრთხეს და ამის გამო არათუ შესუსტდა, გაძლიერდა ნატო, იმითი რომ შვედეთი მაგალითად და ფინეთი, რომლებიც თავს იკავებდნენ, შემოვიდნენ ამ ორგანიზაციაში, ევროკავშირიც გაძლიერდა და უთუოდ ევროკავშირი ამ ახლო მომავალში მიიღებს ახალ წესებს იმისთვის, რომ არ იყოს შეფერხებული იმ კონსენსუსის წესებით, რომელიც დღეს აფერხებს ევროკავშირს. Best comments გვეკითხება TikTok-ზე. ქალბატონო სალომე, best comments. სახელი. ქალბატონო სალომე, როგორ ფიქრობთ, გავხდებით ევროკავშირის წევრი 2030 წელს? მე არასოდეს არ მithქვამს არც ერთ კითხვაზე არ მიპასუხია იმითი რომ ვიცი რამე რომ გავხდებით ამ წელს თუ იმ წელს თუ მანამდე არავინ არ იფიქრებდა 2020 წელს მაგალითად რომ ჩვენ გავხდებოდით მივიღებდით კანდიდატის სტატუსს ასე სწრაფად და ამ ფორმით ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ უკრაინის ომმა ეს ყველაფერი დააჩქარა და ჩვენ მივიღეთ ის რაც მისცეს მოლდოვას და მისცეს უკრაინას ჩვენი მთავარი გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ როდის რა მოხდება და როგორი იქნება ევროკავშირი 2030 წელს არავინ არ იცის ახალი ფორმატები შეიქმნება სხვადასხვა სიჩქარის ფორმატები შესაძლებლობა გაიხსნება რომ შეუერთე ზოგიერთ ფორმატებს სანამ გახდები სრულყოფილად წევრი მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ცვლილებები ძალიან ახლო მომავალში ახლა ვლაპარაკობდი კონსენსუსის საკითხზე ასევე მოვისმინეთ
სხვადასხვა სახელმწიფოებს, რომელიც ასევე ჩვენსავით არიან კანდიდატები, იმ საკითხზე მათი პოზიცია, რომ ესენი არ მოითხოვენ მაინდა-მაინც რომ თავიანთი ხმა წონიდეს იგივეს, რაც პირველადი ევროპელები და მათი მიზანი ეს არ არის, რომ დაბლოკონ რომელიმე გადაწყვეტილება, არამედ მიზანი არის, რომ შეუერთდნენ იმ მთავარ პროგრამებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი არის და ვიტყოდი ორ რამეს კიდევ, რომ ჩვენ უკვე მიღწეული ქონდა ნაწილობრივი გაწევრიანება, ასე ვთქვათ, იმ კუთხით, რომ ჩვენ გავხდით პრაქტიკულად წევრი უმაღლესი სასწავლებლების სივრცესი, რაც ეხლა იკარგება ამ ახალი რეფორმით და ვიყავით პრაქტიკულად კულტურული ევროპის და კრეატიული ევროპის წევრი, რაც ასევე ამ დარგში ნიშნავს პრაქტიკულად წევრობის მიღება და ბევრი ამ მხრივ ქონდა პრივილეგიები და ისინი, რასაც ასევე ნელ-ნელა ვკარგავთ, იმიტომ რეალურად დღეს ჩვენი კულტურა არის გაყინული. თუ ვინმე მეტყვის, რომ რომელიმე მიმართულებით გარდა ჩვენი ქალი რეჟისორები, რომელიც ძალიან აქტიურობენ, მაგრამ ეს არის უფრო ინდივიდუალური, დანარჩენი კულტურა არის გაშეშებული და არავინ არაფერზე არ ზრუნავს. გადავედით ისევე საბჭოთა პერიოდის ფოლკლორულ საქართველოში. სალამ შემდეგ კითხვაზე გადავალ, მეთი წერს TikTok-ზე, თქვენ ხართ ნამდვილი პრეზიდენტი, ძალიან მიყვართ Queen. აქვე გვეკითხება ქეთა ემიგრანტი და ევროპაში ყოფ ქართველებს რა გაშუნება ამ თავრობის ხელში, აქ მაინც დაგვაყენონ. აქ მაინც დაგვეცადო ყოფნა. ყოფნას დაგაცლიან, პირიქით მე მგონი ყველაფერი მიმართული არის იმისკენ, რომ კიდევ მეტი წავიდეს ემიგრაციაში აქედან, იმიტომ რეალურად ძალიან ბევრ ადამიანს არ უტოვებენ არანაირ საცხოვრებელ საშუალებას. ეს საჯარო სამსახურიდან განდევნილი ადამიანები, პოლიტიკურად დევნილი ადამიანები, საზოგადოებრივი აზრის ჩახშობა, ჟურნალისტების დევნა, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის და ბიზნესის შევიწროვება პოლიტიკურად ნიშნავს, რომ პრაქტიკულად აღარ უტოვებ ადამიანს, რომელსაც დაკარგა თავისი მთავარი საცხოვრებელი წყარო, არ უტოვებ შანსს, რომ ალტერნატიული რომელიმე სამსახური მოიპოვოს და ამითი იცხოვროს. ამიტომ ეს არის პირდაპირი ბიძგი იმისკენ, რომ ხალხი წავიდეს. ჩვენ ამას უნდა გაუმკლავდეთ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ტალღათ არ იქცეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ქვეყნის დაცლა, მით უმეტეს არ შეიძლება ამ ქვეყნის დაცლა დღეს, როცა არის ასეთი ცდელობა რუსეთისგან, რომ თავისი გავლენა გააძლიეროს, რუსები აქ შემოვიდნენ, დასახლდნენ, მათ არ უჭირთ არც სამსახურის შოვნა და არც ბინის და ბინადრობის შოვნა, მაგრამ ქართველებს უჭირთ და ქართველებისთვის უფრო და უფრო ვიწროვდება ეს სივრცე, მაგრამ უნდა გაუძლოთ და უნდა დავრჩეთ მაქსიმალურად. ნიკა ბუფონი, უწვრთელობა ყველაზე სწორი არჩევანია ევროპასთან ურთიერთობისათვის. თქვენ ხართ მათთან უწვრთელი ქალბატონო? კი, მათთან ვარ კახელი. კახურად უწვრთელი. დიახ. ზაური ოქრაჯანაშვილი წერს, მე ვითვლები ემიგრანტად, საინგილოდან ვარ, ცხოვრობ საქართველოში 36 წელია. თქვენ ითვლებით ქართველად. ასევე ალექსის აქვს კითხვა, რუსეთს რა უნდა უყოთ ზოგადად? რუსეთი არის როგორც ქართული ოცნება. თავის თავს რასაც უშვება, არავინ სხვა არასოდეს არ გაუკეთებდა. ანუ რეალურად თავის თავს შლის, თავის თავს ავნებს, ყველანაირად კარგავს იმ შესაძლო გავლენებს, რაც ექნებოდა ნორმალურ პირობებში თავის მეზობლებზე, იმიტომ რომ შენ აგრესიულად რომ ექცევი შენ მეზობლებს რაღაცა, კარგავ მათ პატივისცემას, მათგან ნდობას ყველანაირად და ვერც ერთი სხვა, ვერც კულტურული ურთიერთობები, ვერც ნორმალური ურთიერთობები ვეღარ
იარსებებს. ასევე შიგნით, ანუ რუსეთი შიგნიდან თავის და ეს არის ტრადიციული, რამდენადაც ტოტალურად მიდრეკილი არის იმისკენ, რომ იყოს იმპერიალისტური წყობა, არ აქცევს ყურადღებას თავის შიდა პრობლემებს და შიდა პრობლემების გადაწყვეტას და ამიტომ თავისი მოსახლეობის მტერი არის რეალურად რუსეთის რეჟიმი და ძალიან ბევრი პრობლემები ექმნება, თუნდაც ის, რომ მთელი მისი აღმოსავლეთი დღეს რეალურად ჩინეთის ხელში არის, თუმცა ამას ოფიციალურად არ აღიარებენ და ვითომც არაფერი ხდება. მაგრამ ეს ყველაფერი წინ დახვდებათ და ძალიან სუსტი, ეკონომიკურად სუსტი, სამხედრო კუთხით ძალიან დასუსტებული ამ 4 წლიანი ომის შემდეგ, ადამიანურად დასუსტებული, იმიტომ ჯერ არავის არ გაუზომია რა შედეგი სოციალურად ექნება იმას, რომ ამდენი ადამიანი დაიღუპა და ჯერ არ შეუძლიათ ოჯახებისთვის ყველასთვის ვინ და სად როდის დაიღუპა. რუსეთი, რომელიც იძულებული არის, რომ აფრიკიდან ჩამოიყვანოს ჯარისკაცები და მოტყუებით, ანუ მათ ეუბნებიან, რომ ჩაგეყვანთ რუსეთში და სამუშაოც მოგცემთო. მთელი გადაცემები იყო ამის შესახებ, სამუშაოს მოგცემთო და რეალურად ძალით მერე მიყავთ ჯარში და მიყავთ უკრაინის ფრონტზე. კორეელები, ანუ ეს ნიშნავს, რომ თვითონ ქვეყანა არის უკვე უძლურებაში და ძალიან დასუსტებული და ასე არის ეს იმპერიები, როცა თავდება, არავინ არ იცის ეს როგორც რეჟიმები შიგნით და ჩვენთან იგივე ხდება, არავინ არ იცის როდის არის ბოლო წვეთი, რომელიც ამას ამთავრებს და რის მერეც ეს ყველაფერი იშლება. ან წერს ნიკნეიმია, წერს რას ფიქრობს ჩინეთთან ურთიერთობაზე, ოღონდ ევროპასთან ურთიერთობის გაფრჭების გარეშე. არავინ არ გთხოვს, როგორც თავის დროზე არავინ არ გთხოვდა, როცა არ იყო დაწესებული ჯერ სანქციები, რომ ჩვენ გვეთქვა ან კი ან არა სანქციების დაწესებაზე. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი. ასევე არავინ არ გთხოვს არც ევროპიდან, რომ ჩვენ დაუპირისპირდეთ ჩინეთს, ან ჩინეთი არ შემოუშვათ. ყველა ევროპის ქვეყანა თავის ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან კომერციული, პოლიტიკური, ყველა ჩავიდა ჩინეთში, ასე რომ ეს არის იმდენად, რამდენადაც ჩვენი ინტერესები არის ჩინეთთან რაღაცა ფორმის ურთიერთობა, ჩვენი გადასაწყვეტი არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ აქაც რა არის გამოცდილება სხვა ქვეყნების ჩინეთთან ურთიერთობების. როგორ უნდა ვიცოდეთ, რომ თავი დავიცვათ იმ არათანაბარ პირობებისგან, რომელიც ხშირად თავს იჩენს ჩინეთთან კონტრაქტებში, ძალიან ინფრასტრუქტურის კონტრაქტებში, ჩვენ უკვე ვნახეთ რიკოტის გზაზე თუ რამდენად არ დაუცველი ვართ რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით იმ კონტრაქტში რა იდო, ჩვენ არ ვიცით როგორი კომპენსაცია მივიღოთ იმის გამო, რომ ესე გაგრძელდა ეს სამუშაოები და ჩვენ არ ვიცით როგორ შევაფასოთ ხარისხი ამ სამუშაოების და შეიძლება ხვალ ზეგ დაგხვდეს წინ დიდი ტრაგედიები, იმიტომ რომ ელემენტალური უსაფრთხოება არ იყო დაცული, არ იყო შემოწმებული ამ სამუშაოების დროს. ანუ ყველაფერი შეიძლება, ყველა სახელმწიფოსთან შეიძლება ურთიერთობები, თუნდაც ხვალ რუსეთთან, მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი და ეს არ იყოს მხოლოდ იმ ქვეყნის ინტერესებში, რომელიც აწესებს ჩვენთან ამ ტიპის ურთიერთობებს. სერგო თეთრუაშვილი გვეკითხება, ასახავს თუ არა ეკაჭიჭინაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ არაუშავს ახალი მსახიობების გამოჩნდებიან იმ სისტემურ დამოკიდებულებას კულტურის სფეროს პროფესიონალების მიმართ, რომელიც აქვს სახელმწიფოს და ზოგადად თუ აქვს დღეს ქართულ სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკა. კულტურის პოლიტიკა, როგორც თქვი, უკვე გადადის ნელ-ნელა ფოლკლორში. მე ჯერ მინდა ის ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მაგალითი მოგცეს ამ მსახიობებმა, სწორედ
იმისი თუ რას ნიშნავს ღირსება, რას ნიშნავს სოლიდარობა, რას ნიშნავს ბრძოლის არ შეწყვეტა და ეს ძალიან დიდი მაგალითი არის ქართულ საზოგადოებისთვის და შეიძლება რომ ამ მათი ნაბიჯით რეალურად გააცოცხლეს და სიცოცხლე უпростоრედ შეუნარჩუნეს ქართულ კულტურას. იმიტომ სხვა კუთხით თუ შევხედავთ, სად არის კულტურა უკვე აღარ ვიცით. რუსთაველის თეატრი გადაქცეული არის კომერციალურ რაღაცა წამოწყებად, სადაც ვისაც უნდა ის მოაწყობს რაღაცა ღონისძიებას. რუსთავი 2-ის სტუდიათ არის გადაქცეული სწორედ დოის თეატრი, ახალი თეატრი. და სხვაგან არ არის სიცოცხლე და სხვათა შორის აღნიშნული იყო ერთ-ერთი გამოკითხვა დაიბეჭდა ტურისტების შესახებ და ტურისტები ვინც ჩამოდიან საქართველოში ძირითადად ამბობენ რას აკეთებთო რომ ჩამოდიხართო და რა არის სად ხარჯავთო ფულსო და ძირითადად ხარჯავენ ცხადია ხინკალი და ღვინო და მეორე არის საყიდლები ჩამოდიან აქ საყიდლებზე რატომღაც არ ვიცი ამიტომ გვაქვს ეს ლუქსის ბრენდები რუსთაველზე და სასტუმროები როცა მოგზაურობენ საქართველოში სხვადასხვა ადგილას კულტურა არ ფიგურირებს და მე ვიცი უცხოელებისგან როცა ჩამოდიან ძირითადად თუ ოპერაში რამე ხდება კარგი მაგრამ იშვიათია და თუ არა გაბრიაძეს თეატრი არის მათთვის და ადგილი იქ არის შოვება ეს არის და ეს საქართველოს კულტურა დღეს ჩვენ უკვე აღარ ვცნობთ და ეს თეატრულუკიანის მიღწევა იყო აღარ ვცნობთ იკომოსის ბარათებს საქართველოში რაც ნიშნავს რომ უცხოელი კულტურის დარგის ადამიანები ან პრესის ჟურნალისტები რო ჩამოდიან უფასოდ მუზეუმებში არ შედიან რაც ეს დიდად მათთვის პრობლემა არ არის, იმიტომ აქაური ფასები მათთვის მაინც მისაწვდომი არის, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს, როცა ჩავდივართ ევროპის დედაქალაქებში, ვინც არიან კულტურის დარგში მოღვაწეები, იმათ აღარ აქვთ ის საშუალება, რაც არსებობდა, რომ უფასოდ შევიდნენ სხვადასხვა დიდ მუზეუმებში ევროპაში, რაც იყო ძალიან დიდი შესაძლებლობა და რაც ასევე კავშირებს ნიშნავს ამ ევროპულ კულტურულ სივრცესთან. საქართველოს კულტურული ცხოვრება დღეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი გაჩერებული და არ ვიცი. ქალბატონო პრეზიდენტო, როცა ყველაფერი დავალდება საქართველოში დარჩებით და ხალხთან კონტაქტი გექნება ისევ? ერთი ცოტა პირადული შეკითხვაც არის დიმა დიმიტრი გვეკითხება სად მუშაობს თქვენი შვილი რატომ უმალავთ ამას მე მგონი არასოდეს არ დავიმალია სად მუშაობს ან ერთი ან მეორე ქალიშვილი ქეთევანი მუშაობს უკვე მე-15 წელი არის France 24-ში რომელიც არის საერთაშორისო არხი საფრანგეთის CNN International-ის ეკვივალენტი საფრანგეთში ამ არხის მიერ იყო გაგზავნილი ამერიკაში 4 წლის მანძილზე და არასოდეს არ მუშავია ამერიკელებისთვის რაც არ უნდა გაივრცელებინათ ყოველთვის იყო ამ არხის ჟურნალისტი და გაიარა ყველა ეტაპები კორესპონდენტის და ეხლა დაბრუნებული არის პარიზში როგორც საერთაშორისო რედაქტორი და საკმაოდ კარგად მუშაობს მე მგონი. მეორე ესე იგი თემური არის ისიც ალბათ 15 თუ მეტი არა ხო საფრანგეთის საგარეო სამინისტროში და იქ გაიარა ასევე ყველა ეტაპები და ეხლა სწორედ ელოდება ახალ დანიშნას ამ დღევანდელი მისი პოსტის შემდეგ. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არ ჩავრეულ ვარ მათ საქმიანობაში, არასოდეს არავისთვის არ მეთხოვია რამე დახმარება და სხვათა შორის, აი აქ უნდა გამოვიყენო ეს საშუალება და უთხრა ყველას.
რომ მე მზათა ვარ ყოველთვის თუ ღირსეული ახალგაზრდები არიან და ვხედავ რომ აქვთ ნამდვილად შესაძლებლობები რომ დავეხმარო მათ რეკომენდაციებში სხვადასხვა ევროპის უნივერსიტეტებში და მოუწერო ხელი წერილს. თუმცა ძალიან მიკვირს ყოველთვის და ამიტომ მე თავს ვიკავებ, როცა ეს თხოვნა მოდის მათი მშობლებისგან. იმიტომ ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ და მე მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვატარებდი სწორედ ჩემი შვილებთან, უნდა ისწავლონ, რომ თვითონ უნდა გაიკაფონ გზა იმ თავიანთ კარიერაში. თუ შენ აპირებ, რომ წახვიდე ევროპაში საზღვარგარეთ, უნივერსიტეტში, ეს უკვე აღარ არის ხო სკოლის დონე და სკოლიდან გადასვლა სადღაც. უნდა იმდენი შეგეძლოს, რომ შენ თვითონ მიმართო იმ ადამიანს თუ ამ ადამიანს, ვისგანაც გინდა დახმარება, რეკომენდაცია, იმას მოუმზადო ეს რეკომენდაციის წერილი, ასე ხდება საერთოდ, რომ შენ თვითონ მიუნიშნო რა არის ის შენი ძლიერი მხარეები და მაშინ მე მზად ვარ რომ დავეხმარო. მაგრამ მშობლების ჩარევა მე მიმაჩნია რომ არ არის არც დახმარება შვილების, არც მისაღები დღევანდელ დღეს. გვეკითხებიან თუ რას ფიქრობთ მე-12 კლასის უხსნაზე? მე ვფიქრობ რომ ძალიან სამწუხარო არის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვცილდებით იმ ბოლონიის პროცესს, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ ეკვივალენტები, დიპლომები და ეს აფერხებს და ხელს უშლის სწორედ იმას, რომ ახალგაზრდებმა შემდგომ ადვილად გააგრძელონ სხვადასხვა ევროპის უნივერსიტეტებში, როგორც ხდებოდა აქამდე და მერე დაბრუნდნენ უფრო მეტი გამოცდილებით. ის არგუმენტი, რომ არ არის საჭირო, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ეს მე-12 კლასი ვერ იქნა შევსებული სათანადოდ და მხოლოდ რეპეტიტორებისთვის იყო ეს მე-12 კლასი, ეს არის მანკიერი ფორმა მე-12 კლასის, თორე ეს არ ნიშნავს, რომ მე-12 კლასი არ არის საჭირო. რაც ნაკლები კლასი არის, ეს ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი თვითონ ვარდება და ამიტომ ჩვენ არასოდეს არ უნდა გვიხაროდეს, რომ მცირდება რაოდენობა კლასის, ან მცირდება ის წლები შემდგომ უნივერსიტეტში, რაც საჭირო არის სამაგისტროსთვის ან საბაკალავრისთვის, რაც მეტი წლები, ეს ნიშნავს მეტი განათლება და თუ რამე გვჭირდება ჩვენ ამ ქვეყანას სამომავლოდ, ეს არის უფრო განათლებული ადამიანები და არა ნაკლებად განათლებული ადამიანები. არანაირი ბაზრის კვლევა არ გეუბნება იმას, რომ შენ პატარა ქვეყანა არ უნდა იყო მიმართული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მაღალი დონის განათლება ჰქონდეს. და სხვათა შორის აქ უნდა ითქვას, რომ ის არგუმენტი, რომ ჩვენი განათლების რეფორმა ვითომც კოპირებული არის ესტონეთის განათლების რეფორმაზე, არის ტყვილი. არაფერი საერთო არ აქვს ამ ვითომც რეფორმას ახლა მიღებული ესტონეთის რეფორმასთან. აქვს ყველაფერი საერთო რუსეთის მიერ მიღებულ 2022 წელს კანონთან და სამაგიეროდ პატარა ქვეყნები, როგორც ჩვენ ვართ, როგორც ესტონეთი, როგორც სომხეთი, უნდა იყვნენ მიმართული იმისკენ, რომ რაც შეიძლება დღევანდელ მსოფლიოში მოვნახოთ ჩვენი ნიშა, სწორედ როცა ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი არის, ახალ ტექნოლოგიების დაუფლება ხდება მთავარი იმისთვის, რომ ეს პატარა ქვეყნები, რომელსაც არ გააჩნიათ რაღაცა ცალკე რესურსები, იარსებონ მსოფლიოში. და ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ სწორედ სომხეთმა მიიღო ამერიკისგან უზარმაზარი დაფინანსება თავის ტექნოლოგიური ცენტრის, რომელიც მე დავათვალიერე თავის დროზე და მუდმივად იყო მათთვის ერთ-ერთი მიმართულება. ეს უნდა იყოს ჩვენი სამომავლო მიმართულებები და არა ის, რომ დავაბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები, ვისი შუშის გამბერავად თუ რა იყო, აღარ მახსოვს. ბოთლის, ხო.
რამდენად ეფექტიანი იქნება პირველი მარტიდან ამოქმედებული რეგულაციები ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის კუთხით და ხომ არ არსებობს რისკი, რომ უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედოსო? ეხლა მე თუ კარგად გავიგე ეს ახალი ზომები არ ეხება ყველა დარგს, ეხება მძღოლებს, გიდებს და კურიერებს. ანუ იქ კვალიფიკაციები დიდად ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი იყოს. მე ვეთანხმები, ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელსაც ვიტყოდი, რომ ვეთანხმები, იმიტომ რომ სრულიად მიშვებული იყო. შეიძლება არასწორი იყოს, რომ ეს მიბმული არის იმ ქვეყნის წარმომავლობიდან თან და არა კვალიფიკაცია ლიცენზიებზე. ანუ სერიოზული ლიცენზიების ჩაბარება, მაგალითად ადამიანი, რომელიც მძღოლად მუშაობს საქართველოში, უნდა ქართული იცოდეს. იმ დონეზე, რომ გაიგოს ადამიანი, რომ ეუბნება, სად უნდა წავიდეს, იცოდეს, სად უნდა წაიყვანოს, უპასუხოს და შეეძლოს ეს ურთიერთობა, როგორც ხდება ყველა ქვეყანაში, ეს კიდათ ამერიკაში იყოს თუ ევროპაში. მეორე არის, რომ უნდა გქონდეს ჩაბარებული ყველა ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ის გამოცდები, რომ ვიცოდეთ, რომ შეიძლება ვენდოთ ადამიანს. რაც ეხება გიდებს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ გიდმა არ უნდა ასწავლოს და არ უნდა იხელმძღვანელოს სხვა ქვეყნის ინტერესებით და ისტორიით, როცა ათვალიერებინებს საქართველოს. და ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი, როცა ჩამოდიან რუსები და რუსი გიდები ხვდებიან აქა, ხვდებიან გუდაურში, ან ხვდებიან ყაზბეგში, ან ხვდებიან თბილისში და ათვალიერებენ ხან მცხეთას და ხან რას და ხან რას. და თვითონ უყვებიან ამ ქვეყნის ისტორიას, როგორც რუსები ყვებიან ყოველთვის, ანუ მათი თვალსახედიდან დანახული საქართველოს ისტორია. ეს მიუღებელი არის. ანუ ეს არის ჩვენი ასევე სუვერენობის დაცვა, ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პატარა ქვეყნისთვის, იმიტომ ჩვენ სხვა ბევრი საშუალება რომ გავაცნოთ ქვეყანა უცხოელებს არ აგვაქვს. ერთ-ერთი არის ტურიზმი და ტურიზმი უნდა იყოს ჩვენ ხელში. ეს არის ერთ-ერთი ვიტყოდი უსაფრთხოების სფერო რეალურად და ჩვენი საგარეო კულტურული პოლიტიკის სფერო, რომელიც უნდა იყოს დაცული. ჯანეტ ხუბულია გვეკითხება, რას ფიქრობთ, რომ მთავრობა ამტკიცებს ძლიერი ჯანდაცვა გვაქვსო და ჩვენი შვილების მკურნალობა არ შედის მათ ჯანდაცვის სისტემაში? არ შედის, დიდი ხანი არის, მე პირველი დღიდან მქონდა ის ინიციატივა, რომ შექმნილიყო ადგილობრივი ჩვენი ონკოლოგიური ცენტრი ბავშვებისთვის. ამაზე არაერთხელ მისაუბრია ყველასთან, სადაც შემეძლო. მე როცა ამან არ გაჭრა არანაირად, მე ჩემივე ფონდი შევქმენი იმ იმედით, რომ ამაში ჩავრთავდი არა მხოლოდ ჩემ ხელფასს, მაგრამ ასევე ბიზნესმენებს, მაგრამ მაშინ წინააღმდეგობა პირიქით წამოვიდა ხელისუფლებიდან და გამოაცხადეს, რომ თვითონ აპირებდნენ ამ ცენტრის შექმნას და მანამდე იქნებოდა დაფინანსებული ბავშვების გაყვანა საზღვარგარეთ. რეალურად დრო გავიდა, დრო გადის და ამ 14 წელიწადში ვერ მოხერხდა ის, რაც შეიძლებოდა რაღაცა 20 მილიონ თუ 30 მილიონ დოლარად გაკეთებულიყო, ანუ დაარსებულიყო ქართული ცენტრი ონკოლოგიის ბავშვებისთვის, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი ცენტრი და მოგცემდა საშუალებას, რომ არ იყოს აუცილებელი ამ ბავშვების გაყვანა საზღვარგარეთ, დაფინანსებული თუ არადაფინანსებული, მაინც ნიშნავს დიდ ტრაუმას ოჯახისთვის, რომელიც იძულებული არის, რომ გაყვეს და ეს გაყოლება არ არის დაფინანსებული და ბავშვისთვის ცხადია, რომელიც იმის მაგივრად, რომ თავის გარემოში იყოს
ეს მკურნალობა ჩატარებული, იძულებული არის, რომ სადღაც უცხო ქვეყანაში გაემგზავროს. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე რატომღაც არც ერთ პრიორიტეტში არ ჯდება, როცა ეს არის რეალურად ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენ ვიყავით ლაივში პლატფორმაზე Facebook-ის და ასევე TikTok-ის. დიდი მადლობა. მადლობა Facebook-ს და TikTok-ელებს.